კომისიამ გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია, რაც ნიშნავს შემდეგ ეტაპს, ანუ ამ რეკომენდაციას კომისია გადაუგზავნის ევროპულ საბჭოს და წევრი ქვეყნების დედაქალაქებს და მათ უნდა მიიღონ 15 დეკემბერს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე ისტორიული და გაითვალისწინონ თუ არა იმსჯელონ 2 დღის განმავლობაში ბრიუსელში. როგორც წესი ევროკომისიის დასკვნებს ითვალისწინებს ევროპული საბჭო, მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევა იყო, რომ არ გაითვალისწინეს ლიდერებმა კომისიის დასკვნა, ამიტომ დიდია იმის მოლოდინი, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი და პოზიტიური ისეთი, როგორი გადაწყვეტილებაც ჩვენ მოვისმინეთ დღეს ევროკომისიაში. ამისათვის, როგორც კომისიაში ითქვა და გაიმართა პრესკონფერენციის შემდეგ ტექნიკური ბრიფინგით, სადაც უფრო მეტი დეტალი გავიგეთ, გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ, საქართველოს უნდა მოახდინოს მაქსიმალურად მხარდაჭერის კონსოლიდაცია, მობილიზაცია და ჩვენ ერთად უნდა ვიზეიმოთ პარტნიორებთან ერთად ახალი ნაბიჯი და კანდიდატის სტატუსი. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს და რატომ არის ეს გადაწყვეტილება ისტორიული, კანდიდატის სტატუსი არის წინა ნაბიჯი, ამის შემდეგ უკვე არის მოლაპარაკებების გახსნა, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს იმისათვის, რომ გაიხსნას უკვე მოლაპარაკებები და იმ ქვეყნების ჯგუფში და კლუბში მოხვდეს, რომლებიც ბოლო ეტაპზე არიან. გითხრეს, რომ არის წარმოდგენილი ანგარიში კონკრეტული წინადადებები, საქართველოს უნდა გააგრძელოს 12 რეკომენდაციის შესრულება და ამასთან ერთად არის დამატებითი მოთხოვნები, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ timelines, ანუ deadlines, სადამდე აქვს საქართველოს ვადა, კომისიაში გითხრეს, რომ რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს საქართველოს ამ კრიტერიუმებს, მით უფრო მალე იქნება ანგარიში და შესაბამისად რეკომენდაცია. დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს ზეიმისთვის მიზეზი აქვს, ვინაიდან არის ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ახლა გთავაზობთ ნაწყვეტს ანგარიშიდან იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს მიიღო რეკომენდაციასთან ერთად, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას ევროპულმა საბჭომ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები. ქვეყანა უნდა ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ჩარევას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ. გააუმჯობესოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა. იმუშაოს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხზე, მათ შორის უფრო მეტად ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობის გზით პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან, განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიმართულებით. უზრუნველყოს თავისუფალი სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით 2024 წელს და სრულად შეასრულოს EU-ის რეკომენდაცია. დაასრულოს საარჩევნო რეფორმა, მათ შორის უზრუნველყოს სამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა კენჭისყრის დღის დადგომამდე. კიდევ უფრო გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის იმპლემენტაცია უსაფრთხოების სამსახურებზე. უზრუნველყოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ისეთი საკვანძო ინსტიტუტების, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია. დაასრულოს და ამოქმედოს ეფექტური სასამართლო რეფორმა, მათ შორის პროკურატურისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლის მომცველი რეფორმა. სრულად შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად. უნდა გაუმჯობესდეს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მულტისექტორული სისტემური მიდგომის ჩამოსაყალიბებლად. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ამბიციური სტრატეგიის იმპლემენტაციისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის გზით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება მოწყვლადი ჯგუფების, მედია პროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ, საფრთხის შექმნის შემთხვევებზე, მოძალადეებისა და ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემით. გაიმართოს კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მნიშვნელოვანი ჩართვა საკანონმდებლო პროცესებში და თავისუფლად ოპერირების საშუალება.
განცხადება საქართველოსთვის და დანარჩენი ქვეყნებისთვის ანგარიშზე და რეკომენდაციებზე, რომელზეც წელიწად ნახევარი მუშაობდა ევროკომისია. პირველი განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, შემდეგ დამატებითი განმარტებები ოლივერ ვარჰეიმ, ის არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ევროკომისიამ თქვა, რომ საქართველოს აქვს საკმარისი პროგრესი იმისათვის, რომ კომისიამ გასცეს დადებითი რეკომენდაცია შემდეგ ნაბიჯზე გადასასვლელად და სტატუსის მისანიჭებლად, რომ საქართველოს აქვს მიღწეული საგრძნობი პროგრესი მას შემდეგ, რაც მონიტორინგის ქვეშ არის, ანუ მას შემდეგ, რაც მიიღო 12 რეკომენდაცია და ასევე ითქვა, რომ ქვეყანა იმსახურებს ევროპულ მომავალს, ქვეყანას აქვს ევროპული პერსპექტივა და მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, პროცესი არის დაფუძნებული იმ ნაბიჯებზე და იმ გატარებულ სამუშაოზე, რასაც თითოეული სახელმწიფო ატარებს, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. მოვისმინოთ პირველი განცხადებები იმ ისტორიული პრესკონფერენციიდან, რომელიც შევა დიდი ასოებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში. დღეს საბჭო მიიღო გაფართოების ანგარიში რეკომენდაცია კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, რომ ისინი გახდნენ ევროკავშირის წევრები. აღნიშნული მისწრაფებები უფრო კარგად უნდა იყოს გათავისებული ხელისუფლების მხრიდან, უნდა მოხდეს უფრო მეტი ჩართულობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და რა თქმა უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც გაიცა წარსულში. ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში. ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული. დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გვაქვს. ანტიკორუფციული საბჭო ჩამოყალიბდა და მაშა სადამე კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ეს ჩემი მთავარი მესიჯია. ევროკომისიის მთავარი გზავნილი საქართველოსთვის არის შემდეგი, რომ ევროკავშირი აღიარებს ქართული ხალხის მისწრაფებას და აფასებს იმ სურვილს და მიზანს, რაც აქვს დასახული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ სურვილის შესაბამისად. ამაზე იყო საუბარი და ეს დაიწერა ტვიტერზეც, როდესაც ევროკომისიის წარმომადგენლებმა შეაფასეს დღეს გამოქვეყნებული ანგარიში. დღეს ითქვა, რომ ამ ქვეყნების მომავალი არის ევროკავშირში და ორგანიზაცია იქნება ყველა კანდიდატის და მომავალი კანდიდატის გვერდით, რათა მათ ერთად განახორციელონ ის რეფორმები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ყველა კრიტერიუმი, ანუ სრულად დაკმაყოფილდეს. გთავაზობთ პრესკონფერენციის მეორე ნაწილს, ჩვენ კითხვა დაუსვით ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისარს ოლივერ ვარჰეიმს. Thank you so much for დიდი მადლობა, რომ მომეცით სიტყვა. პირველ რიგში დიდი მადლობა უნდა გითხრათ. ძალიან ემოციური და ისტორიული დღეა ჩვენთვის. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ მომენტს. ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი და გვინდა ევროკავშირში. შეგიძლიათ გვითხრათ, საქართველო როდიდან უნდა ელოდოს მოლაპარაკებების გახსნას? Georgia. დღეს საქართველოში ნამდვილად საზეიმო დღეა. კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მიიღო. როდესაც ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვთქვით, რომ საშინაო დავალება ჯერ კიდევ შესასრულებელია. ეს არის მოცემული რეკომენდაციაში, მაგრამ თქვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რაც აღიარებს მისწრაფებებს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. ვაკვირდებით იმ მოვლენებს, რასაც ადგილი ჰქონდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, ამგვარი ინციდენტი მოხდა. უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ დადგინდეს დამნაშავეები. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მთავრობას.
ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ეს აისახა უკვე იმ რეკომენდაციაში, რომელიც გაიცა ამ ორგანიზაციიდან ევროპული საბჭოსთვის, ახლა უკვე ჯერი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებზე, ვინაიდან მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილს. დღეს აქვს შეხვედრა ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან. ჩვენ ველოდებით მას ევროკომისიასთან და მის პირველ განცხადებას დღეს გაკეთებულ შეთავაზებაზე, რეკომენდაციაზე და შემდეგ ნაბიჯზე გადასვლაზე და როგორც კი მოვა ჩვენთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მის კომენტარს შევეცდებით, რომ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზოთ. ეს ხო პირდაპირ ჩართვა ბრიუსელიდან და ქეთევან ქარდამა.